საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადის საქართველოს ეროვნული წარმომადგენლობის შესარჩევი კონკურსი გაიმართა. ტექნოლოგიით გატაცებული ახალგაზრდები მთელი საქართველოდან ერთ სივრცეში გაერთიანდნენ. მსოფლიო დონის ჩემპიონატში, რომელიც წელს პანამაში გაიმართება, 190-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. First Global არის საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადა, რომელიც ბავშვებში ანვითარებს ინჟინერიისა და ტექნოლოგიების უამრავ სხვადასხვა უნარს, თანამშრომლობით და კრიტიკული აზროვნებით. მონაწილეებმა შეასრულეს დავალება, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულ დროში რობოტი აწყეს. სწორედ ასეთი რეალური ტექნიკური გამოწვევებით ახალგაზრდები გუნდურობასა და ინოვაციურ მიდგომებს ავითარებენ. რუკის მიხედვით უნდა აგვეწყო რობოტი, რომელიც ამ რუკას გაყვებოდა. ვერ ვიტყვი, რომ ეს დავალება ჩემთვის მარტივი იყო, რადგან გამოცდილება დიდად არ მქონდა ამ საკითხში, თუმცა ჩემი მეწყვილე ძალიან გამოცდილი აღმოჩნდა და ძალიან გამიმართლა. ამიტომაც ერთობლივად და ცოდნის გაზიარებით მივაღწიეთ სასურველ შედეგს და საბოლოოდ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი პროდუქტი შევქმნით. ასეთი ღონისძიებების ჩატარება აუცილებელი და მნიშვნელოვანი არის, რადგან რობოტიკა, STEM ტექნოლოგია ეს დღევანდელი დღის განუყოფელი ნაწილი არის და არა მხოლოდ დღევანდელი, ეს არის ჩვენი მომავლისკენ. დღევანდელი დღე ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა იყო. მომიწია სრულიად უცხო პიროვნებასთან ერთად მუშაობა, მაგრამ კარგად გავარდითავე, კარგი მეწყვილე შემხვდა. დავალება რთული არ ყოფილა, არ გაგვირთულდა, უბრალოდ ცოტა კოდის საკითხში ჰქონდა პრობლემა, მაგრამ ყველაფერი მოაგვარდა, თავარია მოვინდომა. კონკურსის დასასრულს ჟიურის წევრებმა 5 საუკეთესო მონაწილე შეარჩიეს. საქართველოს ეროვნული ნაკრები საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადაზე სწორედ ამ ახალგაზრდებით იქნება წარმოდგენილი. ისინი ოქტომბერში პანამაში გაემგზავრებიან და მათი ცოდნისა და გამოცდილების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას შეეცდებიან. პირველად გამოვედი ესეთ კონკურსზე და ძალიან გახარებული ვარ. არ მოველოდი მართლა რომ გითხრათ როგორ ესე ეგრევე ნაკრებში მოვხდებოდი. და მადლობა მინდა უთხრა ჩემ მეწყვილეს, იმიტომ რომ მის გარეშე ჩემს შეუძლებელი იქნებოდა ესეთი გამარჯვების მიღწევა. უნდა მოიფიქრო, რა შეიძლება კრეატიული რობოტი, რა შეიძლება სხვადასხვა გზები უნდა მოიფიქრო, რომ გაიარო ეს შენი დავალება. ზუსტად ეს იყო, რაც მე გამოვიყენე ჩემი რობოტის შესაძლებლად. ეს არის ნაბიჯი, რომელიც არა მხოლოდ მათ მომავალს ცვლის, არამედ საქართველოს ტექნოლოგიური წინსვლის ახალი იმედიც ხდება.